მშვიდობისა მეგობრებო, რაშვებით, როგორ ახართ? გავიღვიძე 12 საათზე გევიღვიძე. ახლა უკვე საათი არის 16 წუთი აკლია პირველს. დღეს ვაიმე ზაზუნას ჩოუფსი აქანა 2 წუთი ვიყვანი ხელში და ზაზუნას კი არა იმას. ზღვის კოჩი ჩამაფსა. დღეს მეგობრებო მივდივართ სახელოსნოში, რომ გამოვცვალო მანქანაში ზეთი. მოტორის ზეთი და ის ფილტრიც უნდა გამოვცვალო თუ რას ქვია, რა ბაბინა თუ რა ვიცი რა ქვია. ეგ უნდა გამოვცვალო და კიდე უნდა გავაკეთო რემენის დამჭერი. რემენი რომელიც გამიწყდა მაშინ ფოთში. მე რო გადაეკრო იმაზე. ის დამჭერი გაფუჭებულა, ანუ რემენის დამჭერი. როგორც გევიგე. როგორც მითხრა აქ ხელოსანმა და ემაგიცაც ვეთქვი რომ გამიკეთოს მე და გააკეთებს, მაგასაც ექნება ის იგი დამჭერი, ახალი დამჭერი უნდაო. და მანქანასა რო ჩავალახა კიდე უნდა დავაკვირდე ზეთი საიდან გამოდის. ანუ სადაქცევია ზეთი ქვემოდან უნდა დავაკვირდე შუაში თუ გვერდზე. შუაში თუ აქცევია ზეთი, ესე იგი სავარაუდოდ გოჭია გატეხილიო. დიახ, გოჭი. ეგ დევი მახსოვრე. გოჭი ქვიებია. ხო და ეგ გოჭი თუ გაფუჭებულია ცუდათაა საქმე და მაიც უნდა გავაკეთო. თუ გვერდიდან და თუ აღარ გადმოდის ვაფშე, ესე იგი ის რო გაკეთდა იმ დღეს ისეთის რო გავაკეთე, ზეთის ის რო გავაკეთე, რაც იყო გაფუჭებული მოტორიდან რო გადმოდიოდა ზეთი. მაშინ ვაფშე არ უნდა წვეთავდეს. რაღაც ეჭვმეპარება რომ ახლა მანქანას შევხედავ ხედავთ და ზეთი არ იყოს დაქცეული. მაგრამ მაინც ესე რომ ესე 3 საათისთვის უნდა წავიდე. უпростоრად მითხრა რომ 3-თვის მოდიო. მაგრამ ნუ 3-ს რო დააკლდება რაღაც წუთები წავალ, იმიტომ ცოტა თუ დავაგვიანი არ აუშავს, იმიტომ რომ იქ სულ მანქანები არის დასაკეთებელი და ასე რომ პრობლემა არ არის, შეიძლება რიგის მომიწიოს, იმ დღეს გამიმართლა და რიგმა არ მომიწია, პირდაპირ დაიწყო გაკეთება ხელოსანმა და ეხლა არ ვიცი როგორ იქნება. ეხლა რა მანერვიულებს შესვლით შევალ, მაგრამ გამოსვლით როგორ გამოვიდე იქიდან, მაგი მანერვიულებს. იმიტომ ძალიან პატარა ადგილში უნდა შევიყვანო მანქანა და იქიდან რაფერ გამევიდე მე. ანუ გამოსვლა ვიცი, მაგრამ მე სადნეც უნდა წამევიდე. ხო და რავი, თუ ვერ შევძელი, ვეცდები შევძლო გამოსვლა. რაფერ მტკივა. თუ ვერ შევძელი მეგობრებო გამოსვლა, მე ვთხოვ იქანა და ხელოსანი გამომიყვანს მანქანას. რა მოხდა მე რა? ხო, მაგ ყველაფერს თქმა მინდოდა. რატი მომიყვანა ერთი წუთი ჩემს ზღვის კოჩს განახებთ ახლა ქვეშაფსიას. რატო კილა? აგე რატი? ეს ნენელა მეჩვევასავით ძალიან წყნარია. ძალიან უთქმელია. ძალიან მშვიდია, გაწონასწორებულია. და აი არ ვიცი, აი დასტოინია ძალიან და ის მომიყვანა იგი მეორეც. ის აი ეს არის ქაჯი. ანუ ქაჯი. სრულიად შეიძლება. ეს არის დასტოინი ტიპი. და წუხელი სიზმარი ნახე ვითომ დაორსულდა. არ დაკაცია. გიფცე. სიზმარში ნახე. აგ უბრალოდ არ ვიცი, არ მახსოვს, რომელი ეს თუ ის დაორსულდა, არ ვიცი. მე ვერ იჭერ, ხო? ვერ იჭერს თეკლა. ამის ამაყარებს ის. ხო, იმიტომ რომ აი სრული ამ შტუში არის ქაჯი. მე დაიჭირა ახლა. შენ ჩადიდა თქვენით ხავი? მომყან ეს არის ალქაჯი. ველური, თავხედი, უზდელი, ტუტუცი. გაჩერდი. რკინებს აიგეს, მეშინია ჭიპსი არ მომაჭამოს, პერსინგი დაიგე. რკინებს, სადაც დაინახავს, ეგრევე ღეჭავს. ახლა თმარათა. ეს არის ლოკო. სანდუ არ არის.
რა დროს გიყვას ღმერთმა იცის. ჯერ არ გყვენია, მაგრამ აი თეკლას გუშინ წაგმინა ცოტა. აი ესეც თავხედია ეს. ის როგორც მე მოგიტანა სახლი. უნამუსო. ეს ვარ მე, ქაჯი. ეგია. ის არის იგი. სხვა. ჰაით. თან ძალიან იგია შიშა. ასე იჯე, შიშა რა არ არის? არაფერი შიშა რა არ არის. არ მეგბინო. თქო, შეხედე. წაწიყვან. ნერვებს მიშლის ეს ძალიან. ეს მან უფრო ვიყიდი ამას. ძალიან თავხედია. და იგი ზია გხმარა მოუღია. სე მაგას ახალ მაგას დაინგეს, რომ გავხედე, ეხუტებოდე. ისე პატუწყუნდე, ლასის პატალა უნდა მიყიდა. ცხოვრება არის, ეს პატარა ცხოვრება არის ეს. ამას ახლა დღეს შეიძლება დაუბანო. შამპუნი ქვევით დავჭა მანქანაში და რომ მოვალ მე ღმერთო მშვიდობით მომიყვანე სახლამდე და გამიკეთდეს ეს მანქანა სრულად და დაუბანოთ დღეს. დაუბანო მე თან რომ შენ ხარ დამომყვებოდი სახელოსნოში. დავიტოვდი. საბა და ლუკა თქვენ ხო გაჩერდებით? ლუკას ძინავს. ლუკას ძინავს. ჩანტას დაგიტოვებთ. დაგირეკავთ და თეკლე და თეკლე წავართ სახელოსნოში გოგოები. ვინმე მოვკლავ. წიყვანი მიდი ვიცი რა შეიძლება ასე ჯანჯღალი, მაგრამ ის საყვარელი შეჭმა გინდება. მე ცოტა მოპუტყუნდა თან და წიყვანი გინდ გალეს და გინდ ჩასულებში. ემა ყველაფერს ხოში მინდა მეგობასე სადაგზა მოვალახა და წევიდეთ ნელ-ნელა პირველი კი არ უკვე და წავიდეთ მეგობრებო ნელ-ნელა. და გავაკეთეთ მანქანა. მეტი მაქრო ძალიან სარდამიშდება. ძვირი, ანუ ზეთის გამოსვლა ვიღაცაც 80 ლარამდე ღირს. არ მახსოვს მაშინ რა გადავიხადე რა. სადღაც 80-100 ლარს ფარგლებში გადავიხადე, თუ სწორად მახსოვს. ის რემენის გაკეთება არ ვიცი რა დაждდება, ის არ ვიცი რა დაждდება. 250 ლარის ფარგლებში შემიძლია გადახდა. მაგრამ გაჭურება თუ იქნა და თუ რაღაცა 300-მდე წავალ და მეტი საშუალება რა ვიცი არა მაგ ხალხო დამანებეთ თავი რა ვჭამო მერე ესე იგი ვალები რაც დამიბრუნეს ამ თვეში ერთნა ბიჭვარს აქ დარჩენილი და ის დამბრუნებელი აღარ არის და დანარჩენი ვალები ახლა რაც დევიბრუნე ამ თვეში წევი და მანქანაში გეფიცებ ორ ადამიანს ჰქონდა ვალი. სამს ჰქონდა უბრალოდ ეს მესამე ეს ზუნგალა, მაგრამ ეს დამბრუნებელია, აფირისტი, თაღლითი, ანუ მოკლედ ეს რამდენჯერ თქვა, არავის აღარ გამოვაყენებიებ თავს თქო, მაგრამ ახლა არავის აღარ გამოვაყენებიებ, აი. აზრი არა აქ რო ვლაპარაკობ, მე საქმეს რო ვდგევ, მაინც მეცოდებიან. და მაინც იმავშობი. ეჩემ მტკივაცა და დილაობით მტკივა ხოლმე. აი. და ღმერთო, როდის შემიხორცდება ეს, ანუ როდის აღარ მეტკინება და როდის შეხორცდება ასე როგორც ეს არის, რომ აღარ მტკივა ვაფშე. როდის იქნება ეს, სადაც ძნელად ხორცდება ტუჩი. და ჭებზე კიდე გამივიცვალე პირსენგი. ის გევიკეთო იასამისფერი თემიდან გამოწევი. მოკლედ წამოდი მეგობრებო და მოვალ სადაც ახლა როდებით ლაპარაკი მიტყვი ამ მტკივდა თუ ჩარ მტკივდაც ახლა. ასე დილაობით მტკივა ხოლმე რო ლაპარაკობ. მე მივლის ხოლმე. სიყვარხარ. წამოდი და მოვალ სადაც. 12 წუთი აკლია მეგობრებო 3-ს ჩავიცვით ანზე როგორც ხედავთ ცოტა რა ქვია გემიპრანჭესავით ის გეწევისები პომადა ოხშენიდე დასშო წამწამები და ის პომადა და თვალის ფანქარწევის ის მინდოდა გუშინდელი ექსპერიმენტი კიდე გამეკეთებია მწვანე ფანქარზე პომადა წამისვა და რაფერზე დასვამ და სხვა ფერის პომადა თუში ვარ სფერო წავისები და ისომის სფერო გახდა ხო იცი
მაგრამ ეს დამეზარა რა. არა და ამ ლუქს უფრო უხდება ის იესამისფერი პომადა. შარვალი იესამისფერი მაცვია. ასე ვარ მოკლედ და მივდივართ. თეკლა მომყვება. ბარათები მიმაქვს. ანუ ყველაფერი აქ არის, მანქანის პასპორტიც აქ არის. იმიტომ რომ ზეთის გამოსვლაზე სავარაუდოდ მანქანის პასპორტი დამჭირდება, მეგობრებო. ხო და აგერ არის მანქანის პასპორტი. პრავაი აგერ არის. და ხო რა. ეს თეკლა მომყვება რაღაცა მოანას თუ რაღაცას უყურებდნენ და შევაწყვეტია ყურება და ეს ყესაბამი გავაკეთები ეს თემუსია. ბოლო ღერის სიგარეტ გავაფუილე 9 საათის უკან და სიგარეტი უდოთ ხელო ჩავალთ თან. ამ თვებს ვერ ვიმორჩილებ. ნაგავი მიმაქვს და წევედით. ეს ახლა ძალიან ცოტა ნაგავია, მაგრამ წევიდით მაინც. ცოტა ნაგავი. ხო, მალე ქენიშვილო, მალე, მან დუხსდების ხა მე მანამ. ახლა შევიცმე. ვიყავით აგერ ერთის უცით. მე მაგირო დამთავრდება გაგშენე YouTube-ზე. ეს სახელები მოჩევიცვა. დღეს, ეგრე. ამდენ კარგად ვატარებ მანქანას. აუ, ის გამივიდა მანქანის შესახებ დამავიწყდა. ხი, იარა და იგლის დეზოდორანტი და ეს თუხკიდენა. არადა შარდაევ? რა არა გო? წევედით, ჩვენად იყავი ლუკა? და საბა ჩვენად იყავით. და მალე მოვალ. თავარი მანქანა გადადის. მოდი გადაკეთე, კარი. სამკებულები იყო. სახსასალაგებელია. ჩვენად იყავი, გესმის? წევედით. ახლა შავარი ხალ ქვევით მედება და გამესწორება მაგრამ არ უშავს. ჩამოვედ. უფ, კაი სიგრილია, მე მგონი არ დამცხება დღეს. წვიმასაც აწევს ხო და მე ის პირსახოცები გავფინე გარ დებილმა. აი დასველდეს რა ვუყოს. ნაგავი ვიყარე. შეაქნოვით. ჩემი წითელი პირსახოცი. გასველდება. თეკლა. სადა იგი? თეკლა. საბო მაღაზიაში შევდით, არ გინდა? აი, დავქოქოთ, მანამდე და იყოს ეს დაქოქი. სადა ზეთი შევამოწმო. თუ არის დაქცეული. დაქცეული. ამ თეთრი მხრიდან არის დაქცეული და შუაშია დაქცეული. მოიცადე, ფოტო გადავუყო. წადმიდი ხელოსნოს ვანახე, თუ ადამი როწევ. ის ხორი კერა გოჭით რა ცხარიგია მე. კაი ვეწყვით რა გამიკეთეს მაგც. შედი მიდი უცებ სიგარეტი ვიყიდე. პინგი შევცვალე ფუნზე გადავედი. ცოტა ხნით. всё. M&M-ში იყიდა ამა. გამოსვინი ყოსდაც. რაღაცა კაცო დამისიგნა, მანქანა ვერ ვიცან, თან ვიცინე. ნინი. ხარიცი. მოკლედ, მეგობრებო. წავედით ახლა სახელოსნოში ღმერთო რა. რამდენი დრო დაჭირდება ნეტა. არა ზეთის გამოსვლა ადვილია, მაგას ცოტა დრო ჭირდება, არ ჭირდება დიდი დრო, მაგრამ აი ეს რემენის დამჭერი და ეს ზეთი რო წვეთავს ქვემოდანაც. ეგეც მინდა რომ გავაკეთო და თან მარტო მივდივარ. დამხმარე არავინ არ ამყავს, ვინც მანქანაში ერკვევა. და გამარკვიოს და იმ ხელოსნის იმედზე ვარ. რომ შევაკითხები გამძლეობას უსურვებ იმ ხელოსანს. მისიც სასწავლო კითხვებს ვამ ხოლმე მანქანასთან დაკავშირებით. გამძლეობას უსურვებ, მიცნობს ის იცის რომ ვერ ყვევ იმაში, მანქანის სინგაში. შიდა ნაწილებში მე და მარტო ვიცი წის სიარული იდეალურად. აი წინ დავდივარ სუპერ კომფეტივით, აი დანარჩენ არ ვიცი არაფერი.
და დავგაზეთ. ანდა ისე გავალ მე ახლა პირდაპირ წავალ. ასე წავალ მეგობრებო პირდაპირ. და მოკლედ სადაგზა მოვალ. წევედით. ფიქრები როგორ დამტევდა აქამდე ეს უსასრულო შენზე ფიქრია როცა მეგონა მე სიყვარულიც გასავლე ისე დავშორდი არც მოფიქრია ვიცი რომ შენ ვერ აღწევდი ვიცი რომ ვერ ამხედავ მე ვიცი რომ That's what's a baby. Vecino. Asli uzakna i srastas, a na melodija se leksibs kargos. Skasale, i se tam shurdit, artski pieknija. Vecino, shen verak već baby. Vecino, veram hedal me. Vecino, Albert's what's up, baby. Vecino, Shenberapers, baby. Vecino, Venom Hedame. Vecino, Albert's what's up, baby. Vecino, Venom Hedame. Vecino. That's what's up, baby. Vecino. Hello, Kenya. Vince mi pomnia. Scienze di grevi. Es vittoria. Sono sendeva. Es historia. Sim świetnie kaczyło. Vida droga łączyło. Am sam karmac shades wolapele. Damin da sudrum sit bogaciuno. Ucho arka majcielo. Eta kolona arike te pacne.
სიცოცხლეს არ ნანო ესეც ბევრია გადი ვეღარ ვხვდები ამეჭრა რადასველი ვიღაც მელის ესეც ბევრია let's go იმართებს ჯერაფებს ცხოვრების გაგება ჩემთვის ნელია მოვედი მეგობრებო მოვედი ბალახვაში ავდივარ უკვე და მივალ 2 წუთში ნაბიც რომ გადავდგა ისופელია მე არ მისმის ალბათ ვების ხმა ჩამესმის მაინც მერია ვეღიერი ვარ თუნდაც მაგრამ ხოლო გესმით ჩემი ხმა ვეღიერი ვარ ჩემი გზით ცხოვრო აღავს ვერ იცავს ჩემი სიტყვების ყველა სუპრისობო არ ვუხსვას ნადობას არ უჩენს სასამბოლო ვეღარ ვიღებ მას მე დღეს იგი სამოდი და სიმართლეს დავეცე ვერ ვიპოვია ვერ მხედავს ვერავი არ სიმქონია თუ ხოშენი საერთოდ მელის თუ სტოპტელი მაინც მერია აღარ ვიბიქრებ სულზე მოვედი გავაჩერებ ახლა აგერ გავაჩერებ და ფიქით გადავალ რომ გამიღო შლანგბაუმი არის იქ და შევა თეგლა მოვალ უცებ ვერტყვი და იმას გამიღებ რა მანქანა დამდროულ შეხედა უდა კაი სიგრილია ლამისა შემცივდეს თუ და აქედან გამოსვლით შენ აუ რამდენი მანქანები იყავს აი მეცადი ვკითხო ახლა მე მეგობრებო კი შევიყავ მაგრამ გამოსვლა თქვი შენ იქეთ გამოვაყვანე ფილმს აი წავედი მეგობრებო აქანა შევძური ახლა იქ უნდა შევძრი და მოვალ ეგლა გოგო ხარ ცივა არა აი გოგო ხარ ვაგერა ბაგაჟნიკი კიდენ გასვლა იკითხე მეგრო როგორ ჩამოდის ძველი ზეთი გაშავებული განადგურებული ზეთი და აქედან აბარებს საღაციდან კიდე კაი გამომეგობრებო რა ამბები არო იცი ვიტირებ ახლა ვინი ჩალიჩა ამ ჩემ მანქანაში ამდენი აზზე არა ვარ ბოლო ხელოსანთან მომყავდა იმას უნდა დაუმტვრიო კბილები იმის ნაბოზარი დედავატიო იმის მაგარი პრობლემები აქვს მანქანას 20 საათი დაგვიანდება გაკეთებასო და აქეთ გამევისეირნეთ ცოტა დავტოვე იმ ხელოსანთან მანქანა ამ კაცს ვენდობი 100%-ით და უმფროს ამიტომ არ უნდა ყურადღება ნეტა ამგენთან მიარა თავიდან ეს ყველაფერი ხარ გამემართებოდა ახლა რაც გამემართა მოგიყვებით საცხა დავждე და მოგიყვებით
ღმერთო ჩემო. მეგობრებო, აგერ დავждები 2 წუთი და მოგიყვეთ ვერცადი მაქსიმალურად, რომ გამიმახსოვრებია ყველაფერი, ანუ კლაპანი ხო ეს თეკლას ხარ დეიმახს კლაპანი რა ვიცი. ესე იგი ანუ ზეთს ხო აწია მანქანა და ზეთის გამოსვლაზე ხო მივედი იდეაში და ის რემენის დამჭერიც მეთქი გამიკეთეთ ბარემ თქვა, მაგრამ სამწუხაროდ მაგ ნაწილი არა აქვს, რომ გამიკეთოს. არა მაქვს ეს ნაწილი და მაგ ნაწილი რო ვიყიდო მეთქი რო ვიშოვ მე ხო და თქვენთან მოვიყვანო მანქანა ხო გამიკეთებო და კიო გაგიკეთებო და მაგრამ ახლა აქედან რო გავალ რა ვიცი, მაგრამ აღარა მაქვს თავი აღარა მაქვს უკვე, მაგრამ რა ვიცი, სამბების ხიდის ქვეშ შევალ იქანა იყიდება მანქანის ნაწილები და ვიყიდე ალბათ. ხო და აწია ახლა მანქანა და ზეთი ხო დაცალა ამ კაცს და ნუ რაღაცა პრობლემა იყო აშკარად მესმოდა ხმები, შენ მე თავზე არ დავდგომი ვარ, იმიტომ რომ როგორც გითხარით ამ ხალხს აქ ვენდობი 100%-ით, უმფროსიდან დაწყებული ყველას ვენდობი რა. ვენდო აი დედასწრა მართლა სანდუებიან ძალიან. ხო და მაგრამ მე უკვე უფროს დაუძახა ხელოსანმა, მოდიო ეს მეჩვენება თუ აწეულიაო ზემოთ რაღაცაზე თქვა და მივიდა უმფროსი და ნუ მოკლედ ლაპარაკობენ უკვე რაღაცა რომ უკვე მივედი, იმიტომ რომ დამაინტერესა, იმიტომ რომ აშკარად პრობლემა აქვს მანქანას. მივედი და უმფროსი ახლა მიხსნეს. რაც დავიმახსოვრე, ანუ ზეთი რა, ანუ მატორში ზეთს რო ასხამ, ის ზეთი რა, ანუ მე ის ზეთი მატორს როგორაც მიეწოდება, ის ჩასხმული ზეთი მატორში როგორაც ნაწილდება, ის ნაწილი არისო გაფუჭებულიო. ანუ ზეთს რო ჩაასხამ მატორში, მე ხომ უნდა გადანაწილოს თლიან მატორში და ხომ უნდა გადაანაწილოს, გადამანაწილებელი. თუ სწორად მახსოვს, ანუ კლაპანი ქვია, ამოიღო ძველი მანქანის ეს კლაპანი მაჩვენა. აი ასე მრგვალი რაღაცა არის მეგობრებო და ასე შინით ხელი რო ჩაყვა ასე დააჭირა და იწეო და ზევით ქვევით ასე ეს იწეოდა ზევით ქვევით იწეოდა. აი ასე უნდა იწეოდესო შენი მანქანის ეს კლაპანი, რომელიც არ იწევა თურმე მოუტეხია ვიღაცას, მოტეხილი არისო და დაწეპებული აქვს მერეო, რომელიც სასტიკად არ შეიძლებაო და მანქანას ზეთი არ ეწოდებაო ის როგორც უნდა ეწოდებოდესო და დასაშლელი გაგიხდებაო მატორიო, ანუ მატორი უნდა დაიშალოსო, ანუ და ეს მანახა ეს კლაპანია თუ რაც ხარ და ეს მატორი უნდა დაიშალოსო და ძალიან დიდ ფინანსებთან არის ესაო დაკავშირებული და მე აი მითხრა მე უფროსმა თვითონ რომ მე რა კაი კაცია უმფროსი თორთო მითხრა რომ აი რაც შემიძლია ვეხავ მე შენო გაგიკეთო შედარებით მათო რა ქვია ბიუჯეტურად თუ არისო ისო რომ რაღაცა ძელი შლანგი არის კიდე გაფუჭებული შლანგი რაღაცა პლასმასი არის ამხელა ის გაფუჭებული არის ეხლა შემიძლია რომ შედარებითო შეღავათიანო ფასათო ზღვის კოჭზე მაქვს ლაპარაკი ზღვის კოჭზე გოჭზე მაქვს ლაპარაკი კლაპანი და გოჭი ერთად ორივე გაფუჭებულა გოგო ხო და ეს გოჭი და ეს რაღაცა კლაპანი რაც შემიძლია ახლა მეგობრულ ფასში გაგიკეთობო შემიძლია რაღაცა ეს დაგიყენო ანუ მისვლის იმ კლაპანს თუ რაცხას გოგო მისვლის იმ ანუ დაგიყენო ისეთი ის დაგიყენო ჩაგიყენო შიგნითო რომ მანქანამო იაროსო ჩაულებურად და მატორსაც მიეწოდებოდესო ზეთიო ესე მითხრა ხო და გამოწესა ხა აბაზაკატესო ხო ესე მითხრა და კაი მეთქი გამიკეთებ ხო და ანუ ეს გოჭისაც მიკეთებს და ეს გოჭი 250 ლარი ღირს ხო და ეს კლაპანია თუ რაღაცა ეს კლაპანი თუ ერთი და იგივეა ეს კლაპანი და გოჭი არ ვიცი ვერ ყვევი რა ჯამში თავის ზეთიანად თავის ზეთის გამოცვლით ახლა ცოტა ანტიპრეზი დაიღრებაო მაგრამ მაგა არ არის პრობლემაო ჩადის ხამო მაგასო უფასოთო ისაო რა ქვია ანტიპრეზი დაღვრას დევეძებ ახლა გაცო მაგრამ ასევეძებ ანტიპრეზი მეტი პრობლემა არ მქონდეს მე და ხო და ეს გოჭი ეს კლაპანია თუ რაღაცა
რომელიც ჩოუტეხია ვიღაცაში, ნით პროსტა წარმოიდგინე, ანუ ბოლო ხელოსნის მეტი მაგას ვერავინ ვერ ჩატეხავდა, ანუ უნდა დაშალო ის შიგნით ძრავი, რომ იმ კლაპანამდე და იმგემდე ჩახვიდე. მინები იყო კიდე. მინები იყო კიდე, იმ დღეს მინები ხო ნახა ჩატეხილი. და ხა კიდე იყო, ანუ ჩარჩენილა აქეთ ამ მხარესაც, სადაც ვერ დაუნახია ხელოსანს, აქედაც იყო ის თავის რომ მოხსნა. და კაროჩი ნაჩალიჩები არის ზეთ მანქანაზე. ხელოსნისგან არის ნაჩალიჩები. ჩამტვრეული არის შიგნით მინები და ჩატეხილია ყველაფერი მომწყდარია ის ტლაპანი და ჩაწებებულია მერე ხელოსნისგან და ბოლოს არ ვიყავ ვიცი მე ხელოსანთან და მის მერე დაიწყო მანქანას ეს პრობლემები ტორმუზის შლანგი რო გავაკეთე თუ ტორმუზის შლანგი ხო თუ ტორმუზის იგ რაც ქვია მაგას არა ტორმუზის შლანგი გააკეთა ტორმუზის შლანგი რა ვიცი კარგად არ აქვს ტორმუზი ჩამიმტრია ყველაფერი შიგნით გამიზნულად ან უნებურად ხელოსანმა და დამღუპა ასე ხო და ჯამში მახტევინებს ახლა უმფროსი 400 ლარს ხელობის გარდა ანუ ხელობის თანხას არ მახტევინებს მხოლოდ ნაწილების თანხას მახტევინებს ხელობას არ მახტევინებს ხელობა ჯამში 100 ლარიო და იმას ლარს არ მახტევინებს ხალხო და ეს და ხელობის თანხას რო არ მახტევინებს ცალკე იმ ხელოსნის მერიდება ეხლა რო აკეთებს მაგრამ რა გავაკეთო ეხლა რა ვქნა ასეთი ხალხია და მადლობა ძალიან დიდი ახლა მართლა მიხარია რომ ფასტაკლება გამიკეთდა კიდე 500 ლარის ნაცვლად 400 ლარი უნდა გადავიხადო და ის ტორმუზის მჭერი კიდე საყიდელი მრჩება ხო და მე ბოლოს შევაკითხე მეთქი ეს გოჭ ანუ გოჭსაც მიკეთებს იმ ტლაპანსაც აკეთებს ზეთსაც მიცვლის ხელობის გარეშე ანუ ხელობის თანხას არ მართავს დანარჩენ ნაწილებსაც მახტევინებს მარტო ერთსად დაგვიანდებოდა და მეთქი გევიული ცოტა და გამევედი აკეთებ ამას მაღაზიაში შევყარაცხას ვუყიდი და დავბრუნდები და დავდგები ისევე უკანი იქ მე ვენდობი ამ ხალხს ვენდობი 100%-ით ამიტომ რომ ჯერა მთელი გულით რომ არაფერს არ იზამებს ჯვარი მეწეროს რომ რა უნდა ხან პირიქით თქვენ არის რა კაი ხალხი არის მეგობრებო ხო და აი მაგის თქვა მინდოდა ხო და მე როგორ შევაკითხე იგით ხო რა ქვია ამას ახლა რო გააკეთებ მეთქი ამ ყველაფერს ხო თავისთავად ზეთიც აღარ გამოვა ხო ქვემოდან თქო და არა ზეთი აღარ გამოვაო პროსტა რამხელა ნაჩალიჩარი არის იმაში ბატორში შიგნით გული გამისკდა ეხლა რომ მითხრა ეს როგორ შეიძლებოდა ასე სიარული მაგრად გოუქაჩი ამ მანქანას კიდე კაი რომ არ დემესტუკა მატორი ანუ კიდე კაი მატორი არ დამესტუკა მეგობრებო ასე სიარული არნა და თულმე ისე დავდიოდი რომ ზეთი ვაფშე არ მიეწოდებოდა მანქანას მატორს ისე როგორც საჭიროა ანუ ფაქტობრივად უზეთოდ დავდიოდი წარმოიდგინე პროსტა არ დავდიოდი დავფრინავდი დაჟე და მე ამ მანქანაზე რო იტყვის ვიღაცა ისა რა ქვია არა ზოგადად მანქანაზე რო იტყვის ვიღაცა რომ რკინა არის და არ ესმის არაფერი ხო ხედავ რამხელა პატივი მანქანა პროსტა წარმოიდგინე ეს არანაირად მანქანის ბრალი არის ეს არის ბოროტი ადამიანის ბრალი რაც გამიკეთა რაიჩალი ჩეგი მატორში იმ დღეს იმ ნაგაუმა იმანა სხვანაირად ვერანაირად გამვლელი ვიღაცა ბოროტი გამვლელი ვერანაირად მეგობრებო ამ მატორს ასე არ ვერ დააზიანებდა ანუ ვერანაირად ვერ დააზიანებდა გამვლელი მატორს იმიტომ რომ ჯერ ესეთი კაპოტს ვერანაირად ვერ ახდიდა იმიტომ რომ კამპოტი ავტომატურად მეკეტება და მე თვითონ ვერ გავხსნი ვერანაირად ვერ გავხსნი კაპოტს შენ მანქანისას მე რომც გაახსნა სანამ იმას დაშლიდა და თავებს მოაძრობდა შინიც რავს და იმის განახეთ მე ახლა რომ გამევიყო მანქანას მანამდე სიგნალიზაცია აშშ შეერთებოდა მანქანას ჩემს ას ხო და აშკარად არის ნაჩალიჩები ისეთი ადამიანს ვინც გახსნა და შეხება ქონდა მაგასთან ჩემი ნებართვით ხო ხედავ რეებს მიგეთებენ რა დოუშავი ამ ხალხს არ ვიცი ასეთი იქით თუ ასეთ ნაგუობებს კადრულობენ ნაგავი ხალხი აგერ ეს სახელოსნო აქ და ხელოსნები და უფროსი პირიქით კაის მიკეთებს აგი ყოველთვის და რაღაცა ხმა აქ მანქანას დაგუქვისწროს და მიტოვაქო ეს ხმაო და ეს ხმაც აღარ ექნებაო ანუ მე ვერ ვძნებ რა ხმა აქ მეგობრებო მაგრამ რაღაც ხმა ქონია
მე არ ვიცი, როდის გევერკვევი ამ მანქანის ნაწილები. სადმე სკოლა არ არის, მანქანების სკოლა არ არის, სადაც ასწავლიან მანქანის ნაწილებს, ანუ მანქანის ნაწილების შესწავლა სკოლა, რამისადმი არ არის, თუ არ რამე გეხოცე მესენჯერს მოწერთ დერასკიც, აბა თუ არ ვიარო, რომ გევერკვიო მანქანის ნაწილებში, შიგნით რა ხდება, ანუ ვერ ვერკვევი. ჩემ ენაზე დამიღეჭა ხა უმფროსმა შეძლებს დაგვარად ამიხსნა ყველაფერი, რაც იყო. ჩამახედა ჩემ მანქანაშიც, შიგნით ჩამახედა და ეს კიდე ის მითხრა ხელოსანმა, რომ ეს ტლაპანი ეს გოჭი კონკრეტულად სადაც არის ქვემოთ, საიდანაც ეთი გამოდის, 600 გრადუს სიცხეზე არისო. ანუ ისეთ ადგილას არისო ეს გახეთქილიო ეს გოჭიო, რომ იქ მანქანის ყველაზე ცხელი წერტილი ყოფილა. 600 გრადუსი არისო და შლანგები და ისენის არისო მაგ ადგილ. ხო, რეზინები არისო და ისაო რა ქვია, ხეთქავსო რა. ხეთქავსო და ანუ რამ გააფუჭა მეთქი მაგ ვკითხე და ის ქვემოთ ამიხსნა მე ხო რეზინები და ისენი არის ყველაზე ცხელი ადგილი არ მანქანის ქვემოთ ნაწილში და ხეთქავსო მაგას. და ეს მიკეთებს ახლა ისე მიკეთებს რომ უსაფრთხოდ ვიარო და ერთი რაც დამჩება გასაკეთებელი ახლა მანქანაზე მატორი მეჯავრება მატორს რამე არ დაემართოს იმედია ყველა ნაწილს დაინახავენ სად არის ჩაყრილი კიდე არის მინები და რაღაცე პლასმასები და რაც ხედე ჩაყრილი შინი პროსტა წარმოიდგინე და ის ტელეფონი მოტეხილია ძალით და ჩაწებებულია მერე არ ვიცი რამე რო დამიძახა ხო არ ვიცი მეთქი რამე თქვა ასე რა რა მოხდა მეთქი მე თუ არა ვარ აზია ვინ უნდა იყოს აზი მანქანა ჩემია და გამოშტერდა ის კაცი ასე მიყურება რაფერი არ ხარ აზე არ ვიცი ბოროტს უნდა რა გამიკეთა რა ვიცი მე გასაკეთებლად მანქანა თუ მივიყვანე რა გაუკეთეს რა ვიცი მე მომგონია გაკეთდა მე ეს ხდება ამ გესვენდობი 100% წამოთები როგორც გითხარით არც ყურადღება და არც თავზე დათქმა და არაფერი არ ჭირდება რომ ვსტავადგი თავზე რა ხეირი მითხარ ვერ ვერკვევი ამ მანქანის ნაწილებში ხალხო რა დანაშაულია რომ ვერ ვერკვევი არ ვიცი რაც ვიცი სიარული ვიცი არ ვიცი ახლა იქიდან სადაც როგორ გამოვიდა მაგას ვფიქრობ კიდე მაგრამ არ მანერულებს და დამეხმარებიან და გამოვარ მაგას დავეძრა სადაც როგორ გამოვიდა მაღაზია სადმე არ არის ნეტა ვიგარა მოგაბლებო აგერათ ეკლე ეგერ დეილიში შევალ წამოდი მეცა ნელა წამო გადაგიმოდი ეგია ბალახვანი მეგობრებო ეს არის სახანძრო აქ სკოლაში დავდიოდი და ამ გზაზე ფეხით დავდიოდი ქვევითაა სკოლა მე-12 ბავშვობაში სულ ჩემით დავდიოდი აქ ფეხით დეილიში შევიყარ ახლა ამის ხო და რაღაცას ვიყიდის და დავბრუნდები მე ისევე სახელოსნოში აბა გავიქ გავხსი და მოწერე იქნება გავიქ და დავბრუნდები ისევ 1 საათი უნდა ვდრო და 1 საათი რა შემთხვევი უცებ გავა 1 საათი 20 წუთი და უგვერა ხო და რა ვიცი თუ მექნა განწყობა და ნერვები თუ მექნა იქნება ის რემენის დამჭერიც ვიყიდო შედიმით დეილის შევიყარ რაღაც ისეთს წყალი მინდა მე დაუარე მიდი და იყიდე რა მეთქო წყალი გინდა შენ თუ წვენი გინდა ეს წვენი არ გინდა ალუბლის წვენი ეს წყალი მე კიდე უფრო დეზე მაყური ახლა აი всё წამოდი ახლა აგერე სადა всё ვიდე გარეთ ესენი და ფეკლამ წვენი დავიდი წყალი და გადავალე ხეთასი გაწმოწე და შევალე სახელოსნოს და დაველები რუქს გაკეთებ დაწერია ავტონაწილები აწერია და მეკითხა იგი რა ქვია მაგას ეს რემენის დამჭერი ქვია მე მგონი არც ვიცი წესიათ რა ქვია იმ რემენს რაზეც არის დაჭერილი ყოფილა გაფუჭებული და რემენის დამჭერი ხო კი ვიყიდა მერიდება ხმიდან ხელოსანთან
სადაც ვარ აქ მერიდება, ხალხი რატო ვარ ასეთი მორიდებული, ღმერთო შუბლზე ძარღვი როდის გამიწყდება, მითხარი. იმიტომ მერიდება, რომ ხელობის ფულს არ მართმევენ. და ხა კიდე მაგით უფასოდ გააკეთოს, მანქანაზე დააჭიროს, გამჭერიათ ეს ჯანდაბა. როდის გაწყდება? წამო. როდის გაწყდება შუბლზე ძარღვი ველოდები მეგობრებო? და არ მიწყდება ჯერჯერობით. მაგას ხადოს გავაკეთებ. ვიყიდი და მე ამოვა. არ და მინდოდა სრულად გავაკეთო, რომ საშიში არ იყოს, არ ვისდეს კიდე ქუჩაში არ დამტოვოს. შევეკითხები ახლა. შევეკითხები მაგაზე გაფუჭებული რო არის, მაგით შეიძლება გადაძვეს თუ არა, შეიძლება მოუვიდეს. გადმოდი, გვერდზე. უფროსი შემხთა მეგობრებო, აგერ ხა გზაში. წევიდა და დამიძახა და ისაო რა ქვია, რო გაკეთდება უმერე 20 წუთი მოგიწევსო დაცთავო. ანუ ვერ დაქოქაო მანქანას, ცხელი იქნებაო და ხელს ვერ მოკიდებ. არ ვიცი რას ვერ მოკიდებ, ხელს აღარ მიკითხი, ახლა მე მწვანეა. ხო და აღარ მიკითხე, რას ვერ მოკიდებ, ხელს რული ალბათ. რას თავეზე პეკიდე ველოდებით, და კაი. 24 წუთი არის მეგობრებო, 5-ში სადერავა. ნერვი მამიყოლია და ამაგანდა მცივა. ნერვიულობ გაბრაზებული ვარ, ყველაფერი ვარ ერთად და ამიტანა ნერვიულობა. მაგან კალიფს. დემალე იქნება. დები მეგობრებო 2 საათი გავიდა. 5-6 დაიწყო. ჩიტო წურდება ძალიან თურმე. 1 საათი მეტი გევიდა, მაგრამ ჩი ვაწუწუნე, უბრალოდ ხალი. ეხები მეტყვი ჩაკუნცხული ვიყავ. ტელეფონი მაქვს 5%-ი და არ დამიждდეს. აღარ ვიხებ არაფერს, იმიტომ რომ ვსხოლავდი ეხლა რაღაცებს უყურებდი, რომ გამეყვანა დრო და ის გადარიცხეთ ბანკიდან და გადავრიცხო ფული და არ დამიждდეს. თუ არა მე ვერ გადაურიცხავ. ვერ გადაურიცხავ, მაგრამ მაინც მან დავტენ და ბაგრატი ჩანს აქედან ახლა შევხედე განახო. ეგ მეგობრებო ბაგრატი ჩანს. რამდენი ხანი არ აქვს სულ ბაგრატს. წავედი მოკლედ და მოვალ დაკეთდეს იქნება. კიდე იწია მეგობრებო ჩემგან. კილომეტრს მიმოწმებს ახლა ზეთ რო ჩააცხრდები მახსოვს. შეიცვალა აქედან შეიცვალა რაღაცეები ზეთი. გამოვედი მეგობრებო, გამოვედი, გაბადრული გამოვედი. გავიდე და მოგიყვებით ყველაფერს ჩემო საყვარლებო. ესე იგი მეგობრებო, ცუდი ამბები მაქვს კიდე. ახალი პრობლემა აქვს შემანქანას. მაცადე გავძვრე. ესე იგი გაკეთდა რაც გითხარით მეგობრებო, ზეთი გამოიცვალა. თურმე ყოველ 5000 კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს ზეთი. მე მეგონა რომ და აქანა ფურცელზე იმ დებილიშვილს ბოლოს მის გამომიცვალა ზეთი ჩაუწერია 23 კილომეტრი. 23000 კილომეტრი, ანუ ფურცელზე ეწერა 23000 კილომეტრში უნდა გამოვცვალოს ზეთი. დღეს უფრო ამიხსნა კიდე იმ კაცს. და რა ის 23000 თურმე 5000 კილომეტრზე იცვლება ზეთი. და ფურცელზე წერია, მე კი ანუ ფურცელზე განახლა ხენ ფურცელს გავაჭირდა და. ესადე. მე გერბუთხოვებ. დებილიშვილმა ვინც ჩამისხა ესეთ. ესე იგი მეგობრებო, აგერ არის ფურცელი, გამოვცვალე ამ რაღაცაში, ავტოპლუსი რაღაცაში გამოვცვალე და აქ წერია მეგობრებო. მოიცავს ეს არ შემეშალოს. ანუ ძველი ჩვენება ზეთი გამოვცვალე 291,400 კილომეტრზე ვიყავი რომ გამოვცვალე ზეთი.
და თურმე 304,400 კილომეტრზე უნდა გამომეცვალა და მაგაზე ჯერ ასული არა ვარ. ჩემი მონიტორი აჩვენებს 291,707 კილომეტრზე ვარ ახლა ასული. და რო ავიდოდი 304,400 კილომეტრზე თურმე მაშინ უნდა გამომეცვალა ზეთი და ეს არის სრული სიცრუე. 23,000 კილომეტრი გამოიგისო. თუ სწორად მითხრა იმ კაცმა. ხო და ეხლა გამოვცვალე ზეთი, ანუ ეხლა არის ამაზე ჩემი მანქანა 291,700 კილომეტრზეა ჩემი მანქანა, ნუ ხო. და ესეთი ეხლა რო ანუ უნდა გამოვცვალო, რო გავივლი და რო ვიქნები 296,700-ზე. 291,700-ზე რო ავალ უნდა გამოვცვალო ზეთი. ანუ ეს მეთქი რამდენი კილომეტრი არის ეს თქო და 5,000 კილომეტრი. წუხელი ლავში დამწერა ვიღაცამ 5,000 კილომეტრზე უნდა გამოვცვალო ზეთი. მე კიდე ისე ვიშახი პასუხი. მეგონა რომ ატყუებდა. და მეთქი რა ეს რატომ მომადგა უკან? რას მომადგა იგი უკან? და მოკლედ ამ კილომეტრზე უნდა გამოვცვალო. ეს რაც შეეხება, ანუ გაკეთდა ის გოჭი, რაც ზეც აპარებდა. გაკეთდა ასევე ის, რაც გითხარით, კლაპანი თუ ტლაპანი, ეგ გაკეთდა, რომელიც არ მიეწოდებოდა წესერად ზეთი ძრავს. და რა ვიცი, მოტორი ამოსაღები გაგიხდება, გადასაგდებიო რა. თურმე უზეთოთ მილავდნენ ხან წესერად არ მიეწოდებოდა. ეს ორი გაკეთდა, გამოიცვალა ზეთი და იმ გოჭის და იმის კეთების დროს ანტიფრიზი დაიღვარა და ის ანტიფრიზი ხელახლა ხო ჩამისხეს ხა და ეგ მაჩუქა. აუ სასწაული ადამიანია, მარტო მე კი არ მიკეთებს ასეთ რაღაცებს, ყველას მასე უკეთებს უფროსი ვინც არის ახლა აქ. 40 ლარი მაგისი შემრჩა, ესე რომ ვთქვათ, აი არ ვიცი რა, ეხა ნამიხსნე, ხა მითხრა. პლუს ხელობის თანხა 100 ლარი არ გადევიხადე, არ გადამახდებინა. გადევიხადე მხოლოდ ნაწილების თანხა. და რაღაცის თანხა კიდე ახლა არ მახსოვს, ხო გითხარი ვერ ყვები, ჯამში გადავიხადე 400 ლარი. ანუ 150 ლარით ნაკლები. 150 ლარით ნაკლები. და იქ კიდე ერთი კაცი იყო, შევროლეტი ყავდა მაგასაც. შევროლეტების დაშლილია ეს და სახელოსნო არის ეს აქ ამისიკით რა ვაწავა ლაწეს სადმე გოგო აქ ვივლის, აი 100%-ით ვენდობი, აი არ ვიცი რა ამ ხალხს აქანა და ვიღაც კაცი იყო კიდე მანქანის გასაკეთებლად და აუ კაროჩე მე ბედნიერად ვიბრძენი თავი 400 ლარი რო გადევიხადე, იმიტომ რომ 2300 ლარი ვიждდება თვითონ მანქანის გაკეთება. ფასდაკლებები ძალიან ბევრი გეუკეთა იმ კაცსაც. როგორც მე ის მარტო ჩემთან ყველასთან მასე აკეთებს ეს ადამიანი, რა ვიცი რა, არ ვიცი, ძალიან მაგარი ადამიანი არის. და 2300 ლარი არ ვიღაც კაცს ანუ გადასახდელი 2300 ლარი საჩალი ჯვარი მატორში თურმე რაღაცეები აი ვილაპარაკა იქანა ასე უსმენდი რომ ყველაფერი დამემახსოვრებია და გევიკო, მაგრამ ჩემი ფეხები ხალხი ვერ დავიმახსოვრო ვერაფერი რაც ილაპარაკა იმ კაცმა იმ კაცს რას უხსნიდა თავის მანქანას. და ეხლა შემდეგი პრობლემა. კეთების პროცესში გამომიტანა ხელოსანმა იგი კატალიზატორი. და თურმე ჩემი კატალიზატორი მეგობრებო ნელ-ნელა იწყებს ჩაშლას. მანახა ჩაღუნული არისო ეს ყველაფერიო და იწყებსო ჩაშლასო. მე უნიჭიერესი რო ვარ ვეუბნები ხელოსანს. მეთქი რო გავასწოროთ თქო? ის ჩაღუნულები რო გავასწოროთ თქო? არაო, თურმე უნდა გამოვცვალო ვაფშე ის კატალიზატორი, არაფერი არ სწორდება. გოჭი იყო და გოჭის სახელი რო გებდი, მეთქი გოჭი რატო ქვია გოჭის გავს, ხო? რა გაცინებს ქეთინო, კატალიზატორი უნდა გამოიცვალოს. დღეს და ხვალ არაო, მაგრამ ნელ-ნელა იწყებსო ჩაშლასო და უნდა გამოიცვალოსო და კატალიზატორის ფასი ყოფილა მეგობრებო 600 ლარი. ჩვენ ვარა გვაქვს. თუ იყიდიო სადმეო გაკეთებით გაგიკეთებ. კატალიზატორი იწყებს ჩაშლას. სხვა მხრივ ერთი კატალიზატორი დამჭა, დანარჩენი გაკეთდა. ზეთი ასხია, ანტიფრიზი ასხია, წყალი ასხია, ამ წყალი და ანტიფრიზი ერთად ასხია. ის გოჭი გაკეთდა, გვერდებიც გაკეთდა, რომ ზეთი აღარ გადმოვიდეს და ეხლა რომ დავაყენებ მაგას დავაკვირდები ჯვარი ეწეროს, რამე თებიდან ისე ხვალ გამოწეთავს დავაკვირდებ. და ერთი ეხლა გამოსასწორი რაც დამჭა მეგობრებო არის კატალიზატორი.
მითხრა ესეთი რაღაცა, ანუ ეს კატალიზატორის გვერდებიო, ანუ თუ კატალიზატორს ვერ იყიდიო, ხო, აი ესე მითხრა გვერდები, აი ეს გვერდები იღებაო თუ რაღაც მითხრა, ანუ იღებაო და აი ეს გვერდები რო ჩასვაო სხვა და მაგითი ივლე ჩოვლებრივათო, მაგრამო აი ტეხას მოტრის გატარების დრო რომ მოვაო, ამას ეს ისევე უნდა ჩადოვო. ანუ ეს კატალიზატორი ისე უნდა ჩადო, იმიტომ რომ ვერ გაატარებ ისე ტეხას მოტრზე, თუ იმ გვერდებს თუ რაღაცებს ამოიღებ და ისე ვი ავიცი. გეუბნები ვერ ვიმახსოვრე, აი მეხსიერებას მაგ ძალიან პრობლემა, ვერ ვიმახსოვრე, ნათქვამს ვერ ვიმახსოვრე. მით უევიღე მე 2000-ზე მახსოვდება, რო ვერ ვიმახსოვრე და რო გაცვლილი ვარ. და ეს კატალიზატორი ახლა ცოტა ხანი მარონიებს როგორც მითხრა ამ კაცმა და მაგრამ დაწყებულია უკვე სამწუხაროდ ჩაშლა შიგნით. ხო, და მაგასაც უნდა გამოცვალო, არ მინდა ის როგორც მითხრა ეხა თვითონ ამის ამოღება შეგიძლიაო რა, ამ კატალიზატორს სხვა რაღაცა რო ჩააყენო, ანუ სხვა რაღაცის სახელი მითხრა რა, მაგრამ ტეხას მოტრის გატარების დრო რომ მოვა, ისევ ეს უნდა ჩასვა უეჭველიო, ისე ვერ გაატარებ. ეგრე არ მინდა რა, ეგრე რა თმინდა მეგობრებო, მირჩევნია გავაკეთო და ამის 6 წელი საღამ აი ღმერთს გეფცევ თუ გქონდეს ახლა მაგის და რამის მოვაყუჩებ ნელ-ნელა და ვიყიდო მთავარია ეს კატალიზატორი და გაკეთებით გამიკეთებენ. ამ სახელოსნოს მე წამსვლელი აღარ არა. აქ გავაკეთებ სულ ყველაფერს. ვენდობი 100% გამოსვლას რაც შეეხება, გამოსვლას. დამეხმარნენ გამოსვლაზეც. თვითონ გამოიყვანეს მანქანა, დამიყენეს ქსელს და წამოვედი მეგობრებო, მე მოუხადე უზომო მადლობა და აქედანაც ძალიან დიდი მადლობა. აი რა ვიცი, უნიჭერესი ხელოსნები ყავთ და ეს რა ქვია, უმფროსი ვინც არის, ესეც ხო რა ვიცი, აი ექიმი რო არის ბოლო დონეზე ასული, აი დოქტორები რო არიან რა, ექიმები, აი ზუსტად ისე არის, მანქანების ექიმები არიან, სრული აფსუსელები და ნუ თვალ აი არ ვიცი რა, უნიჭიერესები. ის უმფროსი რო უხსნიდა იმ მეორე კაცს გასაკეთებელი ვისაც ყავდა მანქანა, ისე იმდენი რაღაც ილაპარაკა, დეტალებში შეუხსნა ყველაფერი რაღაციდან გამოდისო რაღაცები, ვერაფერი მეთქი ვიმახსოვთ მოგიყვებით მეთქი და ვერაფერი ვერ ვიმახსოვთ, ხალო, ჩინური იყო ჩემთვის. აი ჩინური მინდა ახლა თქვა გითხრათ რა ილაპარაკა იმ კაცმა, ვერ ვიხსენე, უჩვიანესებენ. ჩვეულებრივად ექიმები, ოღონ მანქანების ექიმები. სუპერ ექიმები. ისეთები კი არა, რომ არჩიელობენ, არა. სიტყვაში რო აჯენენ. კიდე კაი, იმ 2 დღის უკან მოვუყვანეს აქ მანქანა მე ამ სახელოსნოში და მითხრეს ყველაფერი და გამიკეთეს ყველაფერი, თორემ მე სხვა სახელოსნოში ამდენ რაღაცას არავინ არ მეტყოდა და იქით შეროლეტების დაშლებს რო დავდივარ იქით. არავინ არ მეტყოდა მეგობრებო, ამდენ რაღაცას ვინ მეტყოდა და რა ვიცი, გეიგებდნენ კი და არც ის არის, არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მოვაყენო, მაგრამ ესია ეხა და აი მაგ ყველაფერს თქვა მინდა. ხო ის სტეკლოები და ისინი ხო გელაპარაკეთ ახლა აღარ გამახსენებთ მაგ ყველაფერი რა. ჯამში გადავიხადე როგორც გითხარით 400 ლარი. სხვანაირად არ შეიძლება, მე გული მიგზნობდა, მე აქ ესეთის გამოსასვლელად ეხლა რომ მოვედი, ხო? მე ვიცოდი მის იქით ამას ამდენი რაღაცა და კიდე კარგად გამევედი იქიდან კატალიზატორის და კიდე სხვა რაღაცებით რომ კატალიზატორის გარდა წინ ძრავში მანქანას უკვე აქ წესრიგში ყველაფერი. ბენზინის ზეთის ყველაფერს მიეწოდება, გამოსვლილია ყველაფერი და არის წყობში. დარჩა კატალიზატორი 600 ლარი ნაწილი თვითონ კატალიზატორი და ხელობა არ ვიცი რამდენი დაждდება მეგობრებო და ზოგადად სამწუხარო ფაქტი რა არის იცი? ნაწილები რო უფრო ძვირი ღირს მანქანის ვიდრე ხელობა. ნაწილები რო უფრო ძვირს, იმიტომ რომ ადამიანი შრომობს და შრომა უფრო იაფიღებს ვიდრე ხელობა. ის რა ქვია, ნაწილები. აი რა 600 ლარი თუ უნდა მივცე კატალიზატორში 100, 150, 200 ლარად ჩამისვამს ალბათ. თუნდაც 300 ვთქვა, ხო არ ამგონია მაგდენი ღირდეს დაყენება კატალიზატორის, ახლა მე ვერ ვერკვევი და მითო არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ ჩემი შეხედულებიდან 100, 200 მაქსიმუმ რაღაცა მოხდეს 300. როცა თვითონ კატალიზატორი ღირს თუმე 600, 700 ლარი. ხო უზომო მადლობა კიდევ ერთხელ, მიუხედავად ფლაფზე ბედნიერი ვარ, დამავიწყდა იმ რემენის დამჭერზე, დამავიწყდა თმას ასე როვიარო, ხო არ მოეშვება თქო, დამავიწყდა მაგის თქო, მაგრამ აღარ დავეცეთ მაგას. ეხა აღარც იქ აღარ გევივლი, იქ მიდოდა გავლა და მეყიდა ის დამჭერი რემენის და ისე მოვიდოდი აქ და ეს ხელოსანი გამიკეთებდა, მაგრამ აღარ შემიძლია, ხო დღეს ძალიან გევიწურე და დავიშენო ახლა მნიშვნელოვანი ყველაფერი რიგზი აქვს მანქანას.
ის კატალიზატორის ჯერჯერობით ივლიის არ არის ისე რომ ვერ იაროს და უბრალოდ ახლა დაიწყო ჩაშლა გაღუნულიაო. ის რემენიც გაკეთებულია, არ მგონია ესე აზურეს ახლა რემენი იქანა იმას და მოკლედ რა. მოკლედ შენ ჭირიმე ახლა დამასვენეთ გეგობრებო, უზომო მადლობა კიდევ ერთხელ 150 ლარით ნაკლები დამიჟარებს 550 ლარი უნდა გადამიხადა მეგობრებო ჯამში უზომო მადლობა კიდევ ერთხელ ამ სახელოსნოს და მადლობა რომ ასეთ ხალხი არსებობს რომლებიც ასე ზრუნავთ მომხმარებლების კლიენტების იმაზე რა ქვია ზრუნავთ რა და არ ცდილობთ რომ გამოწუროთ ბოლომდე ასეთები ვინც ახლა გაგახაროთ ერთმანეთმა 100 წელი დედნიერად გაწესკით ხალხი მადლობა ძალიან დიდ კიდევ ერთხელ წავედით ახლა სახლში უბრალოდ იქ ჩავალ მასში ჩავალ რა გინდა თეკლა დაანები მაგას თავი ერთი წუთი შენ შარდეს პუშტიმის და ფისი მინდა მაგრამ იქ ჩავალ პასილოკის დასაწყისში ჩავალ მას ვიყიდი რა ქვია ხაჭაპურს ვიყიდი წევიღებ სახლში და სენს ვიყიდი მანქანას გავრეცხავდი მაგრამ აზრი არ აქვს ამაღამ წინა გამოცხადებული ამიტომ ამის თავი არ მაქვს ეხა ფეხებზე მკიდია მანქანის გარეცხვა და მანქანის გასუფთავება თავარია მანქანა იყოს შინაგანად კარგად და არაფერი არ ჭირდეს სამთელობის ფულ და მატაროს და ვიყო ბედნიერი მეც და ესეც და ახლა გარეგულად რა ხდება ეხლა მაგ ნაკლებად მეინტერესებს ახლა მანქანაც რა კარგად დადის რომ უცოდეთ დასრიალობს ჩემი პიპია სრიალობს უჩუროს დედა პროჩი აცი რა ვაყავანდო ვინმეს რა ვაღა ჩავახიდებ ჩემი მაშინ კაპოტში აი მოვდივარ ახლა გზაში და დედას ვფიცავარ 3 შემთხვევა დამემართა და რა მინდა ხარ რომ აი ვინც მანქანაზე ზიხართ საჭესთან ვინც ზიხართ აი რულზე ვინც მიდიხართ და თან ტელეფონი გიკავიათ ხელში და მესიჯობთ თქვენი დედებს შევეცინე აი მაგის თქმა მინდოდა მადლობა